პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება დეკანოზის განწყობას, ის პირველი დღიდან დღემდე არის ამ სიტყვის სრული პასუხისმგებლობით თქვა საბრძოლო განწყობაზე. ის ასე ვთქვათ იმ ბრალის დამძიმებას ნამდვილად არ შეუშინებია და დაამერწმუნე და სასამართლოში დამტკიცება კიდევაც ის საკუთარ უდანაშაულებას აუცილებლად დაამტკიცებს. ბრალის დამტკიცების შემდეგ, დამძიმების შემდეგაც იგი არ აღიარებს ამ წარდგენილ ბრალს. და გითხრათ ქალბატონო ინგა, მე რა თქმა უნდა პროკურატურის მოქმედებას არ ვამსუბუქებ, მაგრამ ზოგადად ეს უფრო იყო ბრალის დაზუსტება. ანუ რაში გამოიხატება მას ანგარებით ბრალის შინაარსობრივ მხარეში თავიდანვე მოხსენიებული ჰქონდა. ეს ამ სიტყვის კვალიფიკაცია მოხდა მუხში, თორე ანგარება სიტყვა თავიდანვე ჰქონდათ ნათქვამი, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აქ თავარი სულ სხვა რაღაცაა, როგორც თავიდან ისევე ეხლაც დამთავრდა სამთვიანი გამოძიება. გამოცხადებელი თუ რაიმე ქონათ მათ უნდა გამოეძებიათ, დამთავრდა ისე რომ პირველი ანგარების ვერანაირი მოტივი სასაქმეში არ არის. დამთავრდა საქმე ისე რომ რასაც 3 თვის განმავლობაში ვიძახდი რომ ვერ ნახავენ ვერანაირი პიროვნებას ვისგანაც სიანიდის შესაძლებელი ადამიანი შეესყიდა. დამთავრდებოდა ეს საქმე ისე რომ ირაკლი მამალაძის გარდა ამ საქმეში მოწმე არ იქნებოდა მიუხედავად 70 ადამიანი არის დაკითხული და აქვე გეტყვი რომ ირაკლი მამალაძის მოწმე ცალკე საკითხავია რამდენად გამოდგება და თუნდაც იქიდან ავიღოთ რომ პირველში ის საკუთარი ჩვენებას მხოლოდ პირად ვარაუდებზე აგებს, მეორე მისი არა ის არ საკუთარ ჩვენებას პირად ვარაუდებზე, მოდით ვიყოთ ახლა ობიექტურები, იქ ჩვენ ვიხილეთ გამოქვეყნებული არასრულად რასაკვირველია, მაგრამ ფარული ჩანაწერი. არა, ჩვენებას გულისხმობ, ირაკლი მამალაძის ჩვენება, ის ამას რომ მე ვფიქრობ, ესე მიმაჩნია. თან საინტერესო ის არის, რომ მისი 6-ვე ჩვენება ერთმანეთის საპირისპიროა და იცვლებოდა იმის დამიხევით, რაც გამოძიება სჭირდებოდა და საერთოდ მე არავისი წენას არ პატიმრობა და არანაირი პატიმრობას არ ვიტყვი, პირიქით ადვოკატი ვარ და მით უმეტეს ირაკლი უფლებასაც დავიცავ თუ საჭირო გახდა, მაგრამ ამდენი ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენების მისაცემად შესაძლებელია წმინდა იურიდიულად რო ავიღოთ მისი პასუხისმგებლობის კითხვის ნიშანი შეიძლება დადგეს და პლუს ამას დამერწმუნეთ ქალბატონო ინგა, მე საქმეში მაქვს ჩადებული სპეციალურად მისი თითქმის ყველა გამოსვლა და რატო? მისი ყველა საჯარო გამოსვლა აწტენილია მის ჩვენებებს. ანუ ირაკლი მამალაძეზე გავსაუბრებ. მე ასეთი რეჟიმი მინდა დღეს შემოგთავაზოთ მუშაობის პირობა მაქვს მიცემული ირაკლი მამალაძისთვის, რომ მე მას დებატში არ შევიყვან, მაგრამ ის იქნება მთელი გადაცემის განმავლობაში ჩვენთან და მას მერე რაც მე მას დაუსვავ შეკითხვებს, თუ სურვილი გაუჩნდება, იგი გააკეთებს კიდეც კომენტარს. ვიდრე ირაკლის ჩავთავ პირდაპირ ეთერში და თქვენთან გადმოვალ შეკითხვებით, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ დამიკონკრეტეთ და დამიზუსტეთ თქვენ გუშინდელს შემდეგ მას მერე რაც მატროსოვზე დეკანოს წაუყენეს დამძიმებული ბრალი, რა გითხრათ მან? რა პოზიცია აქვს მას? რამის თქმას ის აპირებს 5 მაისს ჩანიშნულ სასამართლოზე? ელოდება სრულიად ქვეყანა ამ სასამართლოს.